რატომ არის 2024 წლის არჩევნები გადამწყვეტი და რა უნდა შეიცვალოს? ვანო ჩხიკვაძე მიერთდება სტუდიაში. მოგესალმებით, მან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ვანო, როგორი გარემოთი ხვდებით 2024 წლის არჩევნებს და როგორი არის, ესე ვთქვათ, დამოკიდებულებები შინ და გარეთ ორივეზე კარგად მოგიწოდებათ ხელი? პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის, რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, ჩემი აზრით, გარედან დამოკიდებულებას, რაც გვესმის და რაც ვიცით, ეს გახლავთ ის, რომ სამწუხაროდ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არის გაჩერებული. ეს გაჩერებული არის და ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რომელმაც ბოლო პერიოდში, ბოლო 2 წლის მანძილზე მას მერე რაც განაცხადი გავაკეთეთ წევრობასთან დაკავშირებით, ისეთი ნაბიჯები გადადგა, რომელიც აბსოლუტურად წინააღმდეგობაში მოდიოდა ისეთი ქვეყნის ტიპთან, რომელსაც სურს გახდეს ევროკავშირის წევრი. შესაბამისად, მივედით იმ ეტაპზე, როდესაც ხა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, რას ვაპირებთ, ანუ საქართველოს მოქალაქეებს გვეძლევა შესაძლებლობა და ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, გავაგრძელებთ ისევ ისე, როგორც ვართ, ანუ გაჩერებული ევროინტეგრაციის პროცესში, თუ გადავწყვეტ, რომ ის პასუხისმგებლობა, რომელიც ეკისრება ხელისუფლებას, მან აიღოს და თქვათ შეიცვალოს ხელისუფლება და ამ გზით გავაგრძელოთ სვლა ევროკავშირისაკენ. არც თუ შორწარსულში თქვენ იყავით ის ადამიანი, ვინც ჰელსინკის კომისიის შეკითხვებს პასუხობდით, სადაც მათ შორის განიხილებოდა საკმაოდ ესეთი ძლიერი სანქციებიც დემოკრატიული კურსის საბოტაჟისთვის ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ მხოლოდ ესე ვთქვათ სტატუს კვოს შენარჩუნება მოხდება, ესე ვთქვათ არჩევნების შემდგომ, თუ შესაძლებელი არის პირიქით დამძიმდეს ეს სიტუაცია და როგორ უკავშირდება ის გადაწყვეტილებები, რაც ჩვენ გვესმის პერიოდულად დასავლეთის მხრიდან 2024 წლის არჩევნებს და მის შედეგებს. მე ვფიქრობ ამ შემთხვევაში ყველა მოლოდინშია იმისა, თუ როგორ ჩაივლის ეს არჩევნები, როგორ ჩაივლის ხვალინდელი დღე და არა მარტო ხვალინდელი დღე, არამედ როგორ ჩაივლის შემდგომი დღეები და იმ შემთხვევაში თუ მოხდება ძალაუფლების გადაცემა, რა პროცესით და როგორ ჩაივლის ეს ყველაფერი. ამის მიხედვით იმოქმედებს ზოგადად ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი და ამის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას იგივე სანქციებთან დაკავშირებით. ჩვენ დავინახეთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებს ამ შემთხვევაში აბსოლუტურად მზად არის იმისთვის, რომ სანქციები ამოქმედოს. ერთი რაც ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეს სანქციები არის ინდივიდუალური. არავინ არ განიხილავს საერთოდ ქვეყნის, როგორც საქართველოს, ან საქართველოს მოქალაქეების დასანქცირებას. ეს სანქციები ეხება იმ ხალხს, ვინც არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ საქართველოს გადაუხვია დემოკრატიის გზას. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, პირველ რიგში მოლოდინი არის იმისა, რასაც გვესმის ჩვენ, რომ როგორ ჩაივლის ეს ყველაფერი. იმ შემთხვევაში თუ ეს ჩაივლის ძალადობის გზით და ასე შემდეგ და არც თუ ისე დადებითი სცენარით, რომელიც არავის არ გვინდა რომ ვიხილოთ, არ გამოგვიწყავ, რომ რეაქცია იყოს როგორც ვაშინგტონიდან, ასევე ბრიუსელიდან და ასევე წევრი ქვეყნებიდან ევროკავშირის. კი. ვანო, შეცვალა თუ არა რაიმე, ასე ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუ, სადაც მისგან მოვისმინეთ, ესე ვთქვათ, ღიად, რომ ჩემი ფული ძალიან მნიშვნელოვანიაო, მან თქვა, რომ კომპლექსი ავიკიდეო, ესე ვთქვათ, ამ ჩემ ფულსა და ქვეყნის ინტერესებს შორის ბალანსი როგორ დამეჭირაო, ხო? ასეთი რამ თქვა. რას ცulis ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, ვთქვათ, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ისე? ვერ გეტყვით სიმართლე გითხრათ, ამის მერე ჩვენ ყოველ შემთხვევაში რაიმე ცვლილება თუნდაც თქვათ ევროკავშირის მხრიდან, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ამასთან დაკავშირებით არ მომისმენია. მე ყოველ შემთხვევაში პირადად არ მინახავს, რომ მათ რაიმე დამოკიდებულება აქვს შეცვლილი საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ. ერთადერთი მოლოდინი, რაც მათ აქვთ, არის ის, რომ ამ არჩევნებმა უნდა ჩაიაროს ნორმალურ და მშვიდ გარემოში და კიდევ ერთხელ რაც ზევამ თქვი იმას გამიმეორებ, რომ იმ შემთხვევაში თუ გაიმარჯვებს სხვა პოლიტიკური ძალა, ხელისუფლება იყოს მზად რომ გადააბაროს საბაბლო. აი ბოლო პერიოდის ესე ვთქვათ გადაწყვეტილებები, რაც მოდის ხელისუფლებისგან, ხო? რაც მათ შორის ყოფილი სახალხო დამცველის კითხვაშიც, ესე ვთქვათ, ღია კითხვაშიც იყო, ხო, რომ აი ეს რომ არჩევნებამდე 2 დღით ადრე წყლის ჭავლის ახალი მანქანა ვიყიდეთო, გვითხრეს ხომ? ასევე მცესკოს ბლოკირებაზე
პატიმრობის მუხლის შეფარდება დააწესეს ესკოს თავმჯდომარეს დაცვა დაუნიშნეს და ასე შემდეგ. ხო, ამას მოყვება კოლ-ცენტრების აი ეს გამოძიება, ვთქვათ და ეს პრობლემური ჩხრეკები, რომლებიც ემთხვევა, ესე ვთქვათ, იმ ადამიანების ჩხრეკას, რომლებიც კონკრეტულად რუსული დეзинფორმაციის კვლევით იყვნენ დაინტერესებულები და ამ საქმეს აკეთებდნენ. ხომ, ეთო ბუზიაშვილის შემთხვევაში საერთოდ რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებები არსებობს და ასევე მას აქვს მიღებული ნატოს ჯილდო სწორედ ამ საქმიანობის კეთებისთვის. აი მთელი ჯამურად რომ ავიღოთ აი ეს სულ ბოლო 2 დღე, 2-3 დღე, ხომ, არჩევნებამდე, რა სიგნალია ეს და აგიქმება თუ არა ეს ყველაფერი სწორედ ამ წინა საარჩევნო კონტექსტში? მე მგონი ეს არის უბრალოდ რაღაცა დაშინების სიგნალი, რომელიც იგივე კიდევ ერთხელ მინდა რომ სოლიდარობა გამოხატო იმ ხალხის მიმართ, ვინც ამ ბრძოლის ველზეა და ვინც ამ დღეში არის დღეს, იგივე თოს და სხვა ჩემი კოლეგების მიმართ. უბრალოდ ეს არის სიგნალი იმისა, რომ მოხდეს მათი დაშინება, მაგრამ მე ვფიქრობ, ალბათ ყველა უნდა ისწავლოს გაკვეთილი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს მეთოდები საქართველოში არ ამართლებს, ხო, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ სულ ახლა ხანს, რომ ყოველი დაშლილი მიტინგის მერე, ვთქვათ, როცა იყო რუსული კანონის წინააღმდეგ გამოსვლები, უფრო მეტი ხალხი მიდიოდა და უფრო მეტი ხალხი აპროტესტებდა, ასე რომ არ ვიცი შეიძლება სადღაც ამ მეთოდებმა იმუშაოს რომელიმე ქვეყანაში, მაგრამ ჩვენი ისტორია ალბათ იმას გვეუბნება ყველას, რომ საქართველოს შემთხვევაში ეს დაშინების მეთოდები, როცა საქმე ეხება ქვეყნის მომავალს, საქმე ეხება ქვეყნის ევროკავშირისკენ სვლას და ნატოსკენ სვლას, მე მგონი ეს ნამდვილად არ ამართლებს და ამას მოსწონს ყველა ნებისმიერი ხელისუფლება, წინა ხელისუფლებამ ნახა ეს, რომ ეს არ მუშაობს სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ ჩვენთვის, ხო, სამწუხაროდ ალბათ იმათთვის და საბედნიეროდ საქართველოს მოქალაქეებისთვის და ქვეყნისთვის. არ ვიცი თქვენ ხართ თუ არა იმ ჯგუფებში, ორგანიზაციული ჯგუფები არის დაიტოვე, ესე ვთქვათ, 26 ოქტომბერი და იქ იგრძნობა ხოლმე უცებ ეს მობილიზება, როდესაც ადამიანები დგას რეალურად მთელი ეს საზოგადოება. და ასევე ახალგაზრდები, რომლებმაც დღეს მარში დაანონსეს 7 საათზე, ასევე ვთქვათ, საქართველოს ევროპული მომავლის, ესე ვთქვათ, მხარდასაჭერად. ხო, და აი მაგ ჯგუფებს რო შეხედოთ, ეხლა არ მგონია ვინმეს იკეთებოდეს, რომ ამის ეშინია, ხო, ანუ შესაბამისად ჭავლის მანქანის შეძენა და ამის ანონსი არჩევნამდე 2 დღით ადრე მე მგონი არ მგონია რომ მიზანს აღწევდეს. ვანო, არჩევნებამდე 1 დღით ადრე რა არის თქვენი მთავარი სათქმელი? ჩემი მთავარი სათქმელი არის ის, რომ ძალიან იშვიათად ყოფილა, თუ გავიხსენებთ საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიას 90-იან წლებიდან დღემდე, მომენტი, როცა ჩვენ უნდა გადაგვეწყვიტა საით წავიდოდა ქვეყანა. ძალიან იშვიათად ყოფილა ესე, რომ ვარიყავით აი ესეთ გზაჯვარედინზე, როდესაც ჩვენ უნდა აგვერჩია, სად ვიცხოვრებდით ჩვენ და ჩვენს მერე შემდგომი თაობები. და მე მგონი ეს არის ჩემი მთავარი სათქმელი, ეს მინდა ვთქვა, რომ ეხა არის ზუსტად ის მომენტი, რომელიც შესაძლებელია ცხოვრებაში ერთხელ დადგეს ადამიანის ცხოვრებაში, როცა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, სად ხედავს მის ქვეყანა, სად უნდა იყოს მისი ქვეყანა. და შესაბამისად, ამის მიხედვით უნდა იმოქმედოს თითოეულმა ჩვენგანმა, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელთანაც ჩვენს უკან იყო თაობები, რომლებიც იბრძოდნენ იმისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო დემოკრატიული, ყოფილიყო დამოუკიდებელი, ყოფილიყო ევროპული სახელმწიფო, გულისხმობ ევროკავშირის გაერთიანების წევრი. შესაბამისად, ჩვენ ერთგვარად რაღაცა ეს თაობა მაგალითად რაღაცნაირად ვალში ვართ იმ ხალხის წინაშე, ვინც იბრძოლა ამისთვის და ერთგვარად მორალური პასუხისმგებლობა გვაქვს იმ თაობების წინაშე, ვინც ჩვენს შემდგომ მოდის. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, მთავარი მომენტი ეხლა და ჩემი სათქმელი არის ის, რომ აი ეს პასუხისმგებლობის გააზრებით მივიღოთ გადაწყვეტილება, ხვალ როცა ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას თუ ვის ვაძლევთ ხმას და როგორი ქვეყანაში მინდა რომ ვიცხო. ხვალ ჩვენი არ იყოს თქვენ საკმაოდ დაძაბული დღე გექნებათ, ჩემი ხმა ევროკავშირს ეს არის ერთ-ერთი, არ ვიცი, ალბათ ყველაზე მასშტაბური, ესე ვთქვათ, სადამკვირვებლო კამპანია. მინდა რომ ცოტა რამ ამაზეც მომიყვეთ, როგორი იყო აქტიურობა, არიან თუ არა, ესე ვთქვათ, მუხალის დამკვირვებლების არმია, ყავთ თუ არა, გაწვრთნილი ადამიანების და რას ელოდებით და ჩვენც რა მოლოდინი
ვიზიონი უნდა გქონდეს, ვთქვათ, როგორ ვიმუშავებთ, ესე ვთქვათ, თქვენთან ერთად ამ ალბათ ჩემი კოლეგები უფრო უკეთესად გეტყვიან ამაზე, იმიტომ რომ ისინი ყოველდღიურ და ყოველ წუთიერ რეჟიმში არიან ჩართული ამ ყველაფერში, მე ესე პირდაპირ უშუალოდ არა ვარ ჩართული. რაც შეეხება ჩემ დაკვირვებასაც რაც ხდება, რეალურად ესეთი მასშტაბის მობილიზება მე სიმართლე გითხრათ არასოდეს არ მახსენდება არც ერთი არჩევნების წინ რიგები დგას ხალხის, რომელთაც აქვს სურვილი იმისა, რომ დამკვირვებლები იყვნენ რა ვიცი, რიგითი ჯარისკაცები, ჩვეულებრივი, რომლებიც დააკვირდებიან პროცესებს და ამ თვალსაზრისით შეიტანენ თავის წვლილს იმაში, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს უკან ევროკავშირისკენ და ნატოსკენ მიმავალ გზას. გულწრფელად გეტყვით, მე დიდი ხანია ამ ორგანიზაციაში მუშაობ და ესეთი მაღალი ინტენსივობა, ესეთი მაღალი ჩართულობა, ესეთი მაღალი მობილიზება ჩვეულებრივი ადამიანების, ეს მე არ ვამბობ მაინც და მაინც სამოქალაქო საზოგადოების ან ეგრეთ წოდებული NGO სექტორის წარმომადგენლები, ჩვეულებრივი მოქალაქეები მოდიან და გამოხატავენ სურვილს, ითხოვენ რომ ისინი ჩაერთონ ამ პროცესში როგორც დამკვირვებლებად, აი ეს ჩვენ გვესმის, რასაც ვხედავთ ხო სოციალურ ქსელებში, ეს არის ფაქტიურად გადმოტანილი იქ იმ ფიზიკურ, ასე ვთქვათ, სივრცეში, ასე რომ ეს ერთგვარად სასიამოვნო სანახავია ეს ყველაფერი. კი, ნამდვილად ამაზე დაკვირვება მართლა სასიამოვნოა და ბოლოს ვთქვათ, რისთვის ხართ მზად სამოქალაქო სექტორი, ვთქვათ, აი ამ არჩევნების კონტექსტში, რამდენად ერთიანები ხართ, რამდენად ორგანიზებულები ხართ და რამდენად თანმიმდევრულები ხართ, იმიტომ რომ აჩვენა, ესე ვთქვათ, ამ პერიოდმა, რომ როდესაც ასე ხართ, მაშინ რაღაც გარკვეული შედეგები შესაძლოა რთულად, ძნელად, ყოველთვის არა, მაგრამ მაინც იდება. ჩვენ ბოლო 1 წელიწადნახევარს, 2 წელიწადს თუ შევხედავთ, ხო, სამოქალაქო საზოგადოება იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძრავი იმ პროცესების, რაც ხდება ქვეყანაში, ხო? შორს არ წავალ გახსოვთ ალბათ, რომ 2022 წელს საქართველოს ხელისუფლება და ეს შეგიძლიათ არქივი ამოიღოთ, არაპირებდა საერთოდ განაცხადის შეტანას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ და ეს მოხდა მხოლოდ იმის გამო, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ქუჩაში გამოვიდა, ძალიან ბევრი ონლაინ პეტიცია შექმნა და ასე შემდეგ, ხო? ამ ყველაფრის უკან, რა თქმა უნდა, სამოქალაქო საზოგადოება იდგა. შესაბამისად, ეს კოორდინაცია, ეს ჩართულობა, ეს რაღაც ერთმანეთის პატივისცემაზე დგას ეს ურთიერთობები, რაც ჩვენ გვაქვს სამოქალაქო საზოგადოების შიგნით და შეიძლება რომ ვიღაცა უკმაყოფილო იყოს იმ შედეგებით, თქვათ, რაც გვაქვს აქამდე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს დაუბრუნდება ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და ის რომ საქართველოს ბედისწერაა, რომ იყოს ევროპის ერთიანი ევროპის განუყოფელი ნაწილი. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. ვანო ეს იყო ვანო ჩხიკვაძე. მადლობა მას.